იმიტომ მიშვებენ ციხეში, რომ დაგაჯერეთ გამარჯვების ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო, რომელიც სუსის თანამშრომლის ცოლია. მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება, სწორედ მან გამოსცა განჩინება ნინო დათაშვილისთვის იძულებითი ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. გვიან ღამით საპატიმრო დაწესებულება დატოვა მურთა ზოდელავამ. მას 25,000 ლარიანი გირაო შეუფარდეს. რადევს საქმის მასალებში და როგორ მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი. ცვლად ნინი ბალანჩივაძე მოგუყვება პირდაპირ ეთერში. ნინი, გისმენთ. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარემ ცვლად ისაუბრა მის საქმესთან დაკავშირებით. ამბობდა, რომ ეს საქმე არის გამოგონილი, შეკერილი და სწორედ ისჯება ის პოლიტიკური დავალების გამო ის მიმართავდა დარბაზში მყოფ მხარდამჭერებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეს 4 ოქტომბერს ქუჩაში და მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ადამიანები შეაშინონ, ისინი არ უნდა შეშინდნენ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა აიმაღლოს სწორედ ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა მიმართა მოსამართლეს ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური დაპირება ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება დანაშაული, ეს ვერ ჩაითვლება ქრთამად, ვინაიდან სწორედ ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სთავაზობს ხელისუფლების შეცვლის შემდგომ კონკრეტულ ჯილდოს იმისათვის, რომ ისინი არ დაემორჩილონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და არ შეასრულონ უკანონო დავალებები და ასევე მან ისაუბრა მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით, გააკეთა განცხადება, რომ ვერც ეს ვერ იქნება დანაშაული, ვინაიდან ის ყოველთვის აპელირებდა იმაზე, რომ რევოლუცია უნდა იყოს მშვიდობიანი. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ ადვოკატების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება. გარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 3 თანამშრომლის ჩვენებისა, რომლებმაც თითქოს შეურაცხყოფელად მიიღეს ლევან ხაბეიშვილის დაპირება ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით. ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ცალსახად არის პოლიტიკური დაკვეთა, ვინაიდან გადაწყვეტილება სწორედ მიღებული არის პოლიტიკური დაკვეთით, რადგან არ არსებობს არანაირი სხვა სახის მტკიცებულება გარდა იმ საჯარო განცხადებებისა, რომელსაც ამ დროის განმავლობაში აკეთებდა ლევან ხაბეიშვილი. რაც შეეხება მოსამართლეს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, ეს არის ფიქრია სიქტურაშვილი, რომელიც არის სუსის მოქმედი თანამშრომლის მეუღლე და ირაკლი ნადირაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სწორედ კასპში ოპოზიციის ორგანიზებული თავდასხმა მოსამართლის მეუღლემ მოუწყო ოპოზიციას. გამომდინარე აქედან ყველა საუბრობს, რომ ეს არის პოლიტიკური დასჯა და პოლიტიკური ანგარიშწორება ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. სამი გედედეს თანამშრომლის ჩვენების და რამოდენიმე პატაკის საფუძველზე, ლევანის მიერ საჯაროდ გაკეთებული ინფორმაციის საფუძველზე მოსამართლემ ჩათვალა, რომ აქ იყო საუბარი აი ამ აბსურდულ ბრალზე და ჩათვალა, რომ იყო რისკი იმისა, რომ თუკი ლევანი არ აღმოჩნდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში, იგი მიმალებოდა ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. აი ეს იყო მისი განმარტება. ჩვენ თავიდანვე დავაყენეთ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, თუმცა მან რა თქმა უნდა თავი არ აიცილა. ჩვენ მქონდა ალპელირება იმ საკითხზე, რომ მას უკვე ნამსჯელი ჰქონდა ლევანთან მიმართებაში დაკავებაზე, მას შეფასებული ჰქონდა ლევანის პიროვნება, როგორც უარყოფითი პიროვნება და საზოგადოებრივად საშიში პიროვნება და მიუხედავად ამისა, მან თავი არ აიცილა და კვლავ იმსჯელა ლევანის მიმართ პატიმრობის ღონისძიების გამოყენებაზე. ცალსახად, მეგობრებო, აქ არის ცალსახად ლევანთან მიმართებით პოლიტიკური დაკვეთა. ლევან ხაბეიშვილს გამოგონილი ბრალდებით და თითიდან გამოწოვილი ბრალდებით ბრალი წაუყენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. შეარჩიეს სპეციალურად დიდი რუდუნებით ზონდერ მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილი და სუსის საქმე მივიდა მასთან. მისი მეუღლე არის სუსის თანამშრომელი წლებია, ეს კაცი არის კასპიდან, ზურაბ ბერიანიძე, ზედმეტ სახელად ბეძე და აი როგორი შეუთავსებლობა ყველა ხვდებით. ანუ ქმრის უწყების საქმე განიხილა ზონდერ მოსამართლემ და გამოუტანა განაჩენი. ეს ადამიანია ასევე შემჩნეული იმაში, რომ კასპში, როდესაც წინა საარჩევნოდ ლევან ხაბეიშვილი ხდებოდა პენსიონერს და ქვები ესწავლეს და თავდასხმა გახორციელდა მასზე, ჩვენი ინფორმაციით ეს ამ ადამიანის დაორგანიზებული იყო ეს თავდასხმა. ერთი ნაწილი ამ მტკიცებულებების. რა თქმა უნდა, ეს არის მოწოდება საჯაროდ სატელევიზიო საშუალებები იქნება თუ Facebook მედია სივრცე, სოციალური ქსელები ზოგადად საქმეზე დაკითხულნი არიან
არაერთი თანამშრომელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, რომლებიც იძახიან, რომ აბსოლუტურად რეალურად მიიღეს შეთავაზებად ხრთამის დაპირებად ლევან ხაბეიშვილის განცხადება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს მიეწოდა წერილი გამოგვიყავით წარმომადგენლები, რომლებსაც ამ სიტუაციის ირგვლივ დავკითხავთ, გამოყვეს წარმომადგენლები. გუშინდელ ხდომაზე ადვოკატებმა ასევე დააყენეს შუამდგომლობა მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ფიქრია სიქტურაშვილი არის სწორედ ის მოსამართლე, რომელმაც განჩინება გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებასთან მიმართებით, თუმცა ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ იქნა. დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ სწორედ ამ გადაწყვეტილებას. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა და ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა იყოს 4 ოქტომბერს ქუჩაში და სწორედ უნდა გააპროტესტონ ის უსამართლობები, რასაც ჩვენ ვუყურებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. დიახ, $200,000 მიიღებს ყველა ის GDD-ის თანამშრომელი, რომელიც ქართველი ხალხის გვერდით დადგება და არ დაარღვევს სამართალს. ასევე ლევან ხაბეიშვილის მეორე ბრალი არის ის, რის წინააღმდეგაც ეს ადამიანი 13 წელია იბრძვის. ლევან ხაბეიშვილს ეუბნებიან, რომ თურმე ის აპირებდა მშვიდობიანად დაემხო რეჟიმი. ვიმეორებ იგივეს და იმეორებს ამას ჩემი თანაგუნდელები და ასევე ბევრი ადამიანი. დიახ, ჩვენ ვაპირებთ, რომ 4 ოქტომბერს ივანიშვილის რუსული რეჟიმი დავამხოთ მშვიდობიანად. დიახ, ვაპირებთ, რომ მოაწყოთ ჩვენ მშვიდობიანი რევოლუცია. ჩვენ ვემზადებით რეჟიმის შვიდობიანი დამხობის აღსანიშნავად 4 ოქტომბერს და ამას ხელს ვერავინ ვერ შეუშლის. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს აღმართოს ხელი შვიდობიან დემონსტრანტებზე, ის მიიღებს ქართველი ხალხის რისხვას და მას ვერ დაიცავს სპეცრაზმი. იმიტომ რომ გამოცდილება არსებობს თუ როგორ მოიქცა გომელაურს. გაუშვა ერთ ადგილას, რატომ? იმიტომ რომ აღარ ჭირდება. ამიტომ ეს არის გაკვეთილი თითოეული სპეცრაზმელისთვის და მათ შორის ძალაშია ჯილდო, რომელსაც რა თქმა უნდა მიიღებს ყველა კეთილსინდისიერი პოლიციელი და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი. ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესთან ერთად გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა მურთაზ ზოდელავას პროცესი. საპატიმრო გირაო 25,000 ლარის ოდენობით შეუფარდა სწორედ მოსამართლემ მურთაზ ზოდელავას და შემდგომ უკვე მეგობრებმა გადაუხადეს თანხა და გვიან ღამით ის გათავისუფლდა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან. ადვოკატი საუბრობს იმაზე, რომ თავიდანვე აბსურდული იყო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების განცხადება, ასევე ბრალი, რომ თითქოს მან საგამოძიებო პროცესს შეუშალა ხელი და ის საუბრობს სწორედ პოლიტიკურ მოტივებთან დაკავშირებით. მურთაზ ზოდელავასთვის ადგილი ბრალდება, ეს არის დაუსაფრთხებელი უკანონო ბრალი. საზოგადოებამ თავისუფლად იხილა, რომ არავითარ დანაშაულს მისი მხრიდან ადგილი არ ქონია. თუმცა მოგვეხსენებათ, რომ სასამართლო აბსოლუტურად ექვემდებარება პოლიტიკურ დიქტატს და მოსამართლეს სიქტურაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გარნახით. რეალურად გუშინ პატიმრობაში გამოსცა მურთაზ ზოდელავა. უბრალოდ მისი ახლობლების, მისი მეგობრების დახმარებით იქნა შესაძლებელი თავმოყრა იმ თანხის, რითიც გირავ იქნა გადახდილი, თორემ რომ არა ეს ახლობლების მეგობრების ეს ჩართულობა სიქტურაშვილის ხელიდან პატიმრობა იყო შეფარდებული. საქმეზე, რომელზეც დანაშაული არ არსებობს. უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ხრთამის დაპირება და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება. ეს არის სწორედ ის მუხლები, რომელსაც ედავებიან ლევან ხაბეიშვილს. გუშინ გაიმართა, როგორც უკვე გითხარით, მისი სასამართლო პროცესი მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით მას შეუფარდა პატიმრობა. მომდევნო პროცესი იქნება უკვე 4 ნოემბერს და თავად ლევან ხაბეიშვილის და მისი თანაგუნდელების პოზიცია არის ის, რომ ეს არის სალსახად პოლიტიკური დაკვეთა ბიძინა ივანიშვილისა და ისინი ამბობენ, რომ რაც შეიძლება ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში, რომ სწორედ ეს უსამართლობები გააპროტესტოს.